კოფეინის მოქმედების მექანიზმი რა არის? ანუ რატომ ფხიზლდებიან ადამიანები კოფეინის მიღებას? ეს დავიწყეთ ნივთიერება ადენოზინით, კი ბატონო, ადენოზინს ხო არ არის რატომღაც ესეთი ცნობილი ნივთიერება ეს ადენოზინი არა და რეალურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ყველაზე გამოყენებადი, ხშირად გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერება უკავშირდება მაგ რეცეპტორებს, ანუ ბლოკავს ადენოზინის მოქმედებას და შესაბამისად ადენოზინი რო იწვევს ზილიანობას, კოფეინი, ანუ ასე ვთქვათ, twins ატყუებს, რომ ამ შემთხვევაში არ გეძინება მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული არის ეს რაღაცა. ხო, ანუ ბლოკავს რეცეპტორს, სადაც უნდა დაждდეს ადენოზინი. ბატონო და სიფხიზლეს იწვევს. ხო, თუმცა ინდივიდუალური არიან ადამიანები, ვინც რაღაცა პარადოქსული ხო, კოფეინი პირიქით აწინ. პირიქით არა, მაგრამ საერთოდ ნიშნის არა. ხო, არის ან კი ბატონო, ეგეთი ადამიანები, არიან ადამიანები, რომელთაც პირიქით ცოტა ძილსაც ქვია. მაგრამ აქ კიდე მნიშვნელობა აქვს, როდის ვიღებთ ხო კოფეინს, ანუ მაგალითად საღამო საათებში კოფეინის მიღება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს ნახევარდაშლის პერიოდი, ანუ ორგანიზმიდან არც თუ ისე მალე გამოიდევნება კოფეინი და შეიძლება გადავიდეს იმ დროზე, როდესაც ჩვენ ჩაძინებას ვიწყებთ. ამიტომ მიზანშეწონილი არის, რომ დილის საათებში მაქსიმუმ შუა დღისას მივიღოთ კოფეინი. წახალისებულიც კი არის რაღაც კონკრეტულ ლიტერატურაში ამომიკითხავს, რომ როდესაც ეს დილის და შუა დღის საათებში ვიღებთ კოფეინს და ეს ადენოზინის რეცეპტორები დაბლოკილია და შესაბამისად ადენოზინი ვერ აჯდება ამ რეცეპტორებს, შესაბამისად არ გვაქვს ზილიანობის განცდა. შემდეგ მე ერთბაშად რო ეხსნება ეს კოფეინი ამ რეცეპტორს და აჯდება ადენოზინი, მე უფრო ჭარბი ზილიანობის განცდა გვაქვს და უფრო ადვილად გვეძინება. ხო, და ისიც ანუ ძალიან არაეფექტურად მიიჩნევა, ანუ ჭიქაზე, ანუ პირველად მიღებული ყავის შემდეგ, ანუ რამოდენიმე საათში გამეორება, ანუ ძირითადად ითვლება, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სიფხიზლე არის, რაღაც პლაცებოსავით არის, ანუ კი, ანუ და ხო, რა ბუნებრივია, რომ ძილის წინ ყავა მიუღებელია, იმიტომ რომ სტიმულატორია ჩვეულებრივი, რომელიც ხო, ძილიანობას ხელს უშლის, ხო. იმ მექანიზმით როგორ რაც ვახსენე. მაგრამ ანუ ყველაზე ეფექტური მაინც პირველად მიღებული ყავა არის და მე უფრო და უფრო სუსტდება ეს ეფექტი, ანუ ეს რაღაცა ანაზღაურება არიან ადამიანები, უკვე დამოკიდებულები არიან ეს ადამიანები, ხო, რაღაცა კოლოსალურ რაოდენობას ვამე ხოლმე. ხო.